იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთის მოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი. ყავდა მას 7 ვაჟი და 3 ასული. ყავდა საქონელი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი. სტუმრობდნენ ერთმანეთთან მისი ვაჟები და მორიგეობით მართავდნენ ლხინს, იწვევდნენ თავიანთ სამდას. როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმენდა მათ, ადგებოდა დილა ადრიანად, აღავლენ და ახსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვის და მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაი თუ რამე შესწოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰქმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი. ერთ დღეს მივიდნენ ღვთის შვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის. უთხრა უფალმა სატანას, საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა, ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან. უთხრა უფალმა სატანას, თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი, ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე, ალალი წრფელი, ღვთის მოშიში, ბოროტებას განრიდებული. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა, მერე და ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთის მოშიში, განა შენ არ ყავს დაცული მთელი მისი სახლკარითა და საბადებლითურთ. მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნა და გაიწოდე ხელი და შეხე მთელს მის საბადებელს თუ პირში არ დაგიწყოს გმობა. უთხრა უფალმა სატანას, აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი, ოღონდ თავად მას ნუ შეხები. და გავიდა სატანა უფლისგან. ერთ დღეს, როცა იობის ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში, მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა, ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ ჩვენს გვერდით, დაგვეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი מחვილით ამოხოცეს, მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს, ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები, შთანთქა ისინი, მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს, ქალდეველები დაეწყნენ 3 რაზმად, დაეცნენ აკლემებსა და წაასხეს და מחვილით ამოხოცეს, მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს, შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში ამ დროს, გაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა ეძგერა სახლის 4-სავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე
ერთი გადავრჩი ამბის მომდანი. ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანისცა ღმერთს. თქვა, შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყო სუფლის სახელი. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენი. ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინაშე წარსადგომად, უთხრა უფალმა სატანას, საიდან მოდიხარ? მეუგო სატანამ, ქვეყნად წამწალიდან და ხეტიალიდან. უთხრა უფალმა სატანას, არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი, ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყნად? ალალი, წრფელი, ღვთის მოშიში, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიავალით ინახავს თავ, შენ კი მაქესებდი, უმიზეზოდ დამეხუპა იგი. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა, ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მას თავად, მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს კმობა. უთხრა უფალმა სატანას, შენს ხელთ იყოს ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი. გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე. აიღო იობმა კეცის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა. უთხრა ცოლმა, ახლაც ეჭიდები შენ სიალალეს, ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი. მიუგო, ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ, სიკეთეს კარგად ვიტან თუფლისაგანავი სატანა კი აღარ გვინდა. არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეები. შეიტყო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც თავს დაატყდა იობს. შეიყარნენ ერთად, რომ მისულიყვნენ მისა სამძიმრებლად და სანუგეშებლად. შორიდან გახედეს და ვერ იცნეს. ხმა აიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს. ისხდნენ მის წინაშე 7 დღე და 7 ღამე, არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტის მეტი იყო მისი სატანჯველი. მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე. თქვა, დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი. რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე? რისთვის
ამიქვეს მე მუხლებმა რა იყო ის ძუძუ რომელსაც ვწოვდი ოხრა მაქვს აზრდოდ და წყალივით იხურება ჩემი ქვიტი რადგან მეწია შიშის ზარი მე რომ ზარავ და რასაც უფსხოთი თავს დაამატყდა აღარც იმშვიდე აღარც შვება არც მოსვენება მოვიდა ვაება მიუგო უხუცესმა მეგობარმა ელიფას თემანელმა და უთხრა რომ ვცადოთ შენთან ლაპარაკი ვაი თუ დაგიმძიმდეს სადგივარი მაგრამ ვის ძალოც გაჩუმება შენ ხომ ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ მკლავებს განამტკიცებდი წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს აღონიერებდი ახლა შენ დაგიდგა ჯერი და ილაჯი გაგიწყდა შენ გეწია და შეძრძუნდი სადგივარი მტვერიდან არ ამოდის და მიწიდან არ აღმოცენდება ადამიანი სატანჯველად იბადება ისევ ღმერთს დაეკითხე და ღმერთს მიანდე შენი საქმე მიუგო იობმა რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთბაშად დადებულიყო სასწორზე ახლა ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა ამიტომაც სიმწრით არის სავსე ჩემი სიტყვები რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოლა ძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს გული არ მიმდის ისეთი საძაგელია ჩემი პური კაცის ცხოვრება ჯარის სამსახური ამ ქვეყნად მისი დღეები ქირის კაცის დღეებია როგორც მონასყურია ჩრდილი და როგორც ქირის კაციელის გასამრჯელოს ასე მხვდაწილად ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა თუ წევარ ვამბობ როდის აოდგები გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით სკდება ჩემი კანი და იხრწნება ჩემი დღეები ჯარაზე სწრაფია და უიმედოდ იწურებიან ქარია ჩემი სიცოცხლე არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად დახრჩობას ირჩევს ჩემი სული და სიკვდილს ჩემი ძვლები მომძულდა არ ვიცოცხლებს სამარადისოდ და მეხსენი რადგან ფუჭია ჩემი სიცოცხლე როდის მომაშორებ მზერას უფალო როდის მომეშვები რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო თუ შევწოდე შენ რა დაგიშავე ადამის მოდგმის მცველო რისთვის დამისვი შენ სამიზნედ რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის რატომ არ მომიტევებ შეცოდებას და არ წარმიხოცავ დანაშაულს მიუგო ბილდად შუხელმა და უთხრა როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე ამოვარდნილი ქარია შენი ბაგის სიტყვები შეცვლის ღმერთის სამართალს შეცვლის ყოლა ძლიერი სიმართლეს იცოდე ღმერთი არ შეიძულებს უმწიკულოს და ხელს არ აღუპყრობს ბროტის მომქმედთ კიდევ აგივსებს პირს ღიმილით და ბაგეებს მხიარული ყიჟინით მიუგო იობმა დათქვა ნამდვილად ვიცი რომ ასეა
როგორ უნდა ემართლებოდეს ადამიანი ღმერთს? თუ ვინმე გაუმართავს დავას 1001-ზეც კი ვერ გასცემს პასუხს, გულბრძენია და ძალა მორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა? როგორ შევეპასუხო? როგორ შევარჩიო მისთვის სათქმელი? მართალიც რომ ვიყო არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს. თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემ და არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იყო ჩემი ხმა. გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს, სულს არ მათქმევინებს, არამედ მაცხობს სიმწრით. თუ ძალზე მიდგა საქმე, ძლიერია, თუ სამართალზე ვინ მოსთხოვს პასუხს? მართალიც რომ ვიყო, ჩემი ბაგეები გამამტყუნებენ, უმციკლოც რომ ვიყო, გამაშავებენ. უმციკლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს, სიცოცხლე მომძულდა. ღმერთო, თუ მადანაშაულებ მაცოდინე, რისთვის მე დავები? რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს სოდვებს რას კითხულობ? ხომ იცი რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ მიხსნის. შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, გაიხსენე თიხისგან რომ შემქმენი და მტრად რომ მაქცევ. განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე, ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე. სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენი ზრუნვა ინახავდა ჩემს სულს. როცა შევწოდე, დამიდარაჯდი და არ მომიტავე დანაშაული. წამოვიწავი და ლომივით მედევნები კვლავ და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე. რისთვის გამომიყვანე დედის საშოდან? მომკვდარიყავი რომ არავის თვალს არ ვეხილე. ყოფილიყავი როგორც არ ყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი. ხომ დღე მოკლე ვარ და მაყენე მომეშვი, რომ გავიხარო ცოტათი მაინც. მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა, შენ ამბობ სუფთავა რომის თვალში. ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ. გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებას. იცოდე რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეწოდება. თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ, მაშინ გამტკიცდები და შიში არ გექნება. დამშვიდდები, რადგან არის სასო, დასადგურდები და იმედიანად დაიძინებ. მიუგო იობმა, რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები. მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლა ძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი. თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უარგისი მკურნალნი ხართ ყველანი. დადუმდებოდეთ მაინც, ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე. თქვენი შეგონებები ნაცრის არაკებია, თქვენი საყრდენი თიხის საყრდენია. დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მოვა მომივიდეს. უფალო, მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე. რამდენი დანაშაული და ცოდვა მაწევს, მაცოდინე ჩემი ბრალი და ცოდვა. რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხი ვარ შენს მტრად,
ო ნეტავ ქვესკნელში დამალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდე. დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე. მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერის სვალების დადგომამდე. თუ ახლა ჩემს ნაბიჯებს ითვლი, მაშინ ჩემს ცოდვებს აღარ დაუდარაჯდებოდი. დაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი შეწოდება და წარხოცავდი ჩემს დანაშაულს. მიუგო ელიფას თემანელმა და უთხრა: შენ აქ არწყლებ ღვთის მოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე, რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგებს და ცფიერთა ენა აგირჩევია. შენივე ბაგე გდებს ბრალს, მე კი არა შენი პირი იმოწმება შენს წინააღმდეგ. პირველ შობილი ხომ არ ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილ ხარ. ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია, რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით, რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის. თმა თეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენ შორის მამა შენზე უხნესი. ან იქნებ რაღაც საიდუმლო სიტყვაა შენთან, საითკენ გეწევა გული და რას ახამხამებ თვალს, რას მიგიმართავ შენი სული ღვთის წინააღმდეგ და რა სიტყვები ამოდის შენი პირიდან. მიუგო იობმა და უთხრა: ფუჭი ნუგეშის მცემლები ხართ ყველანი. აქვს დასასრული თქვენს ქარიან სიტყვებს. მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი ჩემ ადგილზე რომ ყოფილიყავით, დაგიხვავებდით ამდენ სიტყვებს და თავის ქნევას დაგიწყებდით, გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა განუგეშებდათ. მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა: როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს, იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ. ო თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით, შენს გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრეს კლდე. მიუგო იობმა და უთხრა: როდემდის უნდა მიშფოთებდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით. თუ მართლა შევცდი, ჩემთანვე დარჩება ჩემი შეცდომა, იცოდეთ რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში. თავისი რისხვა გააგზნო ჩემს თავზე და შემრაცხა თავის მტრებს შორის. ერთად მომადგნენ მის ურდოები და მოასწორეს ჩემსკენ მომავალი გზები, ჩემი კარვის გარშემო დაიბანაკეს. მოძმენი მომაშორა და ჩემი მცნობელნი გამიუცხოვდნენ, მახლობელნი განმიდგნენ და მეგობრებმა დამიიწყეს მე. ჩემი სახლის მდგმურები და მხევლები უცხოდ მიყურებენ, უცხო თესლი შევიქენი მათ თვალში. მსახურს ვეძახი და ხმას არ მცემს, ბაგით ვევეტრები. ჩემი სუნთქვა შესდაგდა ჩემს სოლს და ჩემი სუნი ჩემს ნაშიერთ ბავშვებმაც შემიძულეს, წამოდგები და შეურაცმყოფენ. მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ. ტყავში და ხორცში ჩამილპაძულები, კბილების ტყავიღა შემრჩა. შემიბრალეთ მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე. მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა: ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვიჩქარი.
ხომიცი ასე ყოფილა უკუნითიდან ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლია და უხთოს ხენა წამიერი თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლეს მისწვდეს თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ მიუგო იობმა დაუთხრა რატომ არის რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ ბერდებიან და უფრო მძლავრდებიან მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინა მათი სახლები შიშისგან დაცულია და არც ღვთის კვერთხია მათზე დაღირებული მისი ბუღა ბუღობს არ აცთენს მისი ფური იგებს არ უკვდება ცხრებივით გარეკავენ თავიანთ ბავშვებს და კუნტრუშობენ მათი შვილები უკრავენ დოლსა და ქნარს მხიარულებენ სალამურის ხმაზე განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად ჩახდებიან შავეთში ღმერთს ეუბნებიან ჩამოგვეცალე არ გსურს ვიცოდეთ შენი გზებიო რა არის ყოვლად ძლიერი რომ ვემსახუროთო რას გვარგებს რომ ვეხვეწოთო მიუგო ელიფას თემანელმა დაუთხრა განა დიდი არ არის შენი სიბოროტე განა აქვს ბოლო შენ შეცოდებებს რადგან ტყუილ უბრალოდ იხუთავდი შენი მოძმისაგან და ტანისამოს ხდიდი შიშველ ტიტველს წყურვილს წყალს არ ასმევდი და მშიერს პურს უკავებდი მძლავრისა ეს ქვეყანა და აღზევებული მკვიდრობს იქ ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში გადარწმუნებს წყდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის შეხედე ვარსკვლავთა თავანს რა მაღალია მიუგო იობმა დაუთხრა ნეტავი მაწოდინა როგორ ვიპოვო უფალი როგორ მივიდე მის სამყოფლამდე წინ დაუდგები ჩემს სარჩელს და მხილებები თავივსებდი პირს გავიგებდი მის საპასუხო სიტყვას და მივხვდებოდი რასაც მეტყო და მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას არა მომისმენდა მხოლოდ იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან აჰა წინ მივდივარ არას ჩანს უკან მივდივარ და ვერ ვაგნებ მას მარცხნივ საქმეშია და ვერ ვხედავ მარჯვნივ იმალება და ვერ ვამჩნევ მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები რასაც მოისურვებს მისი სული იმას გააკეთებს ამიტომაც ვძრწივარ მის წინაშე ჩავფიქრდები და მეშინია მისი მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა ხელმწიფება და შიში მის ხელთა ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი რა გამართლებს კაც ღვთის წინაშე და რა გამწმენს დიაცის ნაშობს აჰა თვარე რომ თვარია ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში მით უფრო კაცი რომელიც ჭია და ადამიანის ძე რომელიც მატლია მიუგო იობმა დაუთხრა ნეტავისე იყოს როგორც იმ წარსულ თვეებში როცა ღმერთი მიფარავდა მე როცა
მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი ბნელში. როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა და კლდიდან ზეთის ნაკადულები მოშჩქებდა ჩემს წინაშე, როცა კარიბჭიდან ქალაქში გავდიოდი და მოედანზე ვიმზადებდი და საჯდომელს და მინახავდნენ ყმაწვილები და იმალებოდნენ, მოხუცებულნი წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ, მთავარნი კრინც არძრავდნენ და პირზე ხელი ჰქონდათ მიტანილი, დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკრობოდათ ენა, ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მე მოწმებოდა, რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა და ობოლი შემწე რომ არ ხავდა. დასაყუპავად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და ქვრივის გული გამიხარებია. მე სიმართლით ვიმოსებოდი და ის ჩემით იმოსებოდა. მოსასხამად და თავსაყრელად ჩემი სამართალი მქონდა. უსინათლოსათვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები ხეიბრისათვის. გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობი საქმე გამომიძიებია. ავკაცისათვის ყბა ჩამინგრევია და კბილებიდან მსხვერპლი გამომიგლეჯია. მეგონა სიბერეში მოკვდებოდი და ქვიშასავით ურიცხვი იქნებოდა ჩემი დღეები, ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს გაათევდა ცვარი, კვლავ აღიმიდგებოდა ჩემი დიდება და მშვილდი განმეახლებოდა ხელში, მისმენდნენ და იყვნენ მოლოდინში, თუმდნენ ჩემს რჩევაზე. ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს დასძენდნენ, თავზე ეწვეთებოდა ჩემი სათქმელი, როგორც წვიმას ისე მელოდნენ და როგორც ისხარს პირს მიშვერდნენ. გაუღიმებდი და არ სჯეროდათ. ჩემი სახის ნათელი არასოდეს მოუხრუბლავთ. გზებს ურჩევდი და მთავრად ვიჯექი. ვემკვიდრე როგორც მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშის მცემელი. ახლა კი დამცინიან ჩემზე უმრწემესნიც, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ზაღლებშიც არ გავრევდი. ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არ აქვს ჩემს ახსრებს. ძლივ-ძლივობით მეხდება ტანსაცმელი პერანგის საყელოსავით მაქვს შემოჭერილი. ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე. შველას გთხოვ და ხმას არ მცე. ვდგავარ შენს წინაშე და ვერ მომჩნევ. ამწიე და ქარზე შემაგდე. ქარიშხალს მიმეცი გასაცამტვერებლად. თუ კი ოდესმე გზიდან გადაეხვიოს ჩემს ნაბიჯებს, თვალებს აყოლოდეს ჩემი გული და ბიწი მოსხებოდეს ჩემს ხელებს, მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოძირკოს ჩემი მონაგარი. თუ ოდესმე ჩემი გული მოცდუნებულიყოს დედაკაცითან, ჩემი მეზობლის სკართან მეთვალთვალოს, მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე. თუ კი ოდესმე აბუჩათ ამეგდოს ჩემი მონისა და მხევლის სამართალი, როცა დავაქონიათ ჩემთან. თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამეკანცოს. ან თუ მარტოს გამეტეხოს ლუკმა და ობოლს არ ეჭამოს ჩემთან ერთად. თუ კი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს.
ზურგს მომწყდეს ჩემი მხრები და იდახში გადამიტყდეს მკლავი თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქროს ასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს. თუ ოდესმე მიამაყოს რომ დიდ ძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელებმა. თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე, არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა მისთვის სიცოცხლე. მწირს გარეთ არ გაუთავია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისათვის. თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული, რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი მაშინებდა, ვდუმდი, კარში არ გავდიოდი. თუ კი ოდესმე მიწას დაეჩივლოს ჩემზე და მისი თუნდაც ერთი ხნული ატირებული იყოს, თუ კი ოდესმე მუქთად მეჭამოს მისი დოვლათი და მისი მუშაკნი შემეწუხებინოს, ხორბლის ნაცვლად ეკალი ამოვიდეს და ქერის ნაცვლად ღვარძლმა იხაროს. დასრულდა იობის სიტყვები. შეწყვიტა ამ სამმა კაცმა პასუხის გაცემა იობისთვის, რადგან გაიმართლა მან თავი. მაშინ განრისხდა ელიჰუ. იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი. თავის სამ მეგობარზეც განრისხდა იმის გამო, რომ პასუხი ვერ გასცეს იობს და ამით გაამტყუნეს ღმერთი. ელიჰუ აცლიდა იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ ასაკით. დაინახა ელიჰუმ, რომ არ გამოვიდა პასუხი ამ სამი კაცის პირიდან, განრისხდა და უთხრა ელიჰუმ: წლებით უმრწესი ვარ მე, ამიტომაც მომერიდა და ვერ გავფედე მომეხსენებინა თქვენთვის ჩემი აზრი. ვიფიქრე დღეებმა ილაპარაკონ და წელთა სიმრავლე მასწავლოს მეთქი სიბრძნე. ნამდვილად კი კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლა ძლიერისა განასწავლის მას. დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს. ამიტომ ვამბობ, მომისმინეთ. მეც გამოვთქვა ჩემი აზრი. მე ვუცდიდი თქვენ სიტყვებს, ყურს ვაპყრობდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს. გაკვირდებით და აჰა, არ არის თქვენ შორის მამხილებელი, რომ პასუხი მიაგოს იობს. ნუ გგონიათ სიბრძნისათვის მიგეგნოთ, როცა ფიქრობთ ღმერთმა გააწვილოს იგი და არა ადამიანმაო. ჩემს წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და მეც თქვენსავით არ ვუპასუხებ. გაოგდნენ ვეღარ უპასუხეს დაელიათ სათქმელი და უთხრა ელიჰუმ იობ: აბა მოისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ყოველ სიტყვას მივხვდე ყური, თუ შეგიძლია მიპასუხე. მოემზადე, დაიცავი თავი, მე მესმოდა შენი სიტყვები. სუფთავარ უცოდველიო, არა მაქვს უბრალი, ჯავრი აქვს ჩემი, თავის მტრად შეურაცხი ვარო, ხუნდებში გამაყრევინა ფეხები, ჩემს ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებსო. აი ამაში არა ხარ მართალი, რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი. რატომ მეტავები? ის ხომ პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე. სიზმარში
ღამეულ ჩვენებებში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე, მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს, რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამ პარტავნებისაგან, რომ იხსნას მისი სული წარწმედისაგან და მისი სიცოცხლე מחვილით დაღუპვისაგან. ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი და ვაშავე არ შევწოდავო. შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ, თუ ცოდვა მაქვს ჩადენილი აღარ ჩავიდენო. შენ კი ეხლა ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართე, ხელი ხელს შემოჰკარი ჩვენ შორის და გაამრავლე სიტყვები ღვთის წინააღმდეგ. ძლიერია ღმერთი, მაგრამ არავინ ზულს, ის სიბრძნის ძალით არის ძლიერი. ის არ აცოცხლებს ბოროტეულს და დაჩაგრულებს სამართალს აძლევს. მართალს თვალს არ არიდებს, მეფებთან ერთად ტახტზე სვამ სამარადისოდ და აღზევდებიან ისინი. ის იხსნის გაჭირვებულს გასაჭირითვე და სატანჯველით ყურს უხსნის მათ. შენს გამოგიყვანდა სივიწროვიდან სიფართოვეში გაშლილ ადგილზე და შენი სუფრა სავსე იქნებოდა ნუგბარი საჭმელებით. ყურად იღეს იობ, დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს. ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია ძალით და სიმართლით. მრავალმოწყალია, არავის ჩაგრავს, ამიტომაც მისი ეშინია ხალხი. მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა, წელი შემოისარტყლე მეომარივი, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე. სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი თუ გაქვს გაგება. ვინ დასაზღვრა მისი ზომები თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა? რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთის შვილები? ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდა ნამოხეთქა, როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი სახვევებად, როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდა შენი ტალღების აზვირთება მეთქი. თუ გიბრძანებია შენ სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი, რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან. გადაიქცევა საბეჭდავ თიხა და სამოსელივით აჭრელდება, წაერთმევა ბოროტეულთ მათი ნათელი და აღმართული მკლავი შეიმუსრება. თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, თუ გივლია
უფსკრული სიღრმეებში. თუ გაღებულა შენს წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავ, თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი, მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი. სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი, რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს. თუ იცოდი, რომ ოდესმე დაიბადებოდი და მრავალჟამიერი იქნებოდი. თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს, რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისათვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის, რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე. ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა ჭექაქუხილს, რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს, რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი. თუ ყავს წვიმას მამა, ან ვინ დაბადა ნამის წვეთები, ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი, ვინ დაბადა, როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრული ზედაპირი. თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი, თუ ამოიყვან ზოდიებს თავთავის დროზე და დიდ დათვს თავისი ბელები თურთ თუ წარუძღვები, თუ იცი ცათა კანონები, ან თუ დაადგენ მის წეს ქვეყანაზე, ღრუბლებს თუ მიუწვდნენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა, თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას აქავარო, ვინ ჩადო გულში სიბრძნე, ან ვინ მისცა გონებას გამჭრი ახობა, ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის, როცა შედუღებულია მიწა და კოლბოხები ერთმანეთს ეწებება. ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს, როცა ბუნაგში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში. საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ. თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი, ფურირემის მყვირალობა თუ შეგინიშნავ, თუ დაგითვლია მისი მაკეობის დღეები, ან თუ იცი ჟამი მოგებისა, ჩაიმუხლებენ, გამოაგდებენ ნაშიერთ უამდებად შობის ტკივილები, მაგრდებიან მერე მათი შვილები, იზრდებიან ტრიალ მინდორზე, იფანტებიან და უკან აღარ უბრუნდებიან. ჩემს ბრძანებაზე
აღმაფრენს არწივი და იკეთებს მაღლა თავის ბუდეს. კლდეზე სახლობს და ათევს ღამეს, კლდის ქიმია მისი ციხე-სიმაგრე. იქიდან ეძებს საკვებს, შორიდან ჭვრეთს მისი თვალი. მისი მართვენი სისხლს ხრეპენ და სადაც ლეშია, იქ გაჩნდებიან. მიუგო იობმა უფალს და უთხრა, ნამცეცი ვარ. რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული. ერთხელ თქვი და მეც აღარ ვიტყვი. დავდუმდები. მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა, შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე. გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო რომ თავად გამართლდე. იქნებ ღვთის დარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გვინვა შეგიძლია. აბა შეიმკე დიდებით და სიდიადით, აბა შეიმოსე ნათელი და შარავანდი, აბა გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი, დახედე განდიდებულს და დააკნინე, დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი. მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირისახე, მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუც შენი გადარჩენა. მიუგო იობმა უფალს და უთხრა, ვიცი რომ ყოვლის შემძლე ხარ და არც ერთი შენი განზრახ ვარ დაბრკოლდება. ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეკებოდა, ჩემთვის საკვირველზე და ვერაფერს ხვდებოდი. მომისმინე, მე ვიტყვი, შეგეკითხები და მაცოდინე, ყურმოყრით მსმენია შენზე. ახლა კი ჩემი თვალით გიხილე. ამიტომაც ვკიცხავ ჩემ თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში. და შეიწყნა რა უფალმა იობი. და აღუდგინა უფალმა იობს მისი დოვლადი. როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრებისათვის, ერთი იმდენი მიუმატა უფალმა იობის საბადებელს. მივიდნენ მასთან მისი ძმები და დები, მისი ძველი ნაცნობები და ჭამეს მასთან ერთად პურიმის სახლში. მიუსამძიმრეს და ანუგეშეს ყველა იმ განსაცდელის გამო, რაც უფალმა მოუვლინა მას. უკურთხა უფალმა იობს დანარჩენი დღეები წინანდელზე უფრო მეტად. ჰყავდა 7 ვაჟი და 3 ასული. არ მოიძებნებოდნენ მთელს ქვეყანაზე იობის სასულების თანალამაზი ქალები და მამამ მისცა მათ სამკვიდრო მათ ძმებს შორის. იცოცხლა მის შემდეგ იობმა 140 წელი და მოესწრო თავის შვილებს და შვილთა შვილებს მეოთხე თაობაში.
მოკვდა იობი, მოხუცებული